გამარჯობა, ეთერშია ხამის ამბები და ჩვენ მისი წამყვანები გია ხუხაშვილი და მე დიანა ტრაპაიძე. ბატონო გია, თქვენ ძალიან აქტუალური ხართ გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ. აბანახეთ გია ხუხაშვილი როგორ ასხამს ხოთბას სააკაშვილს, მიშა სააკაშვილს. ჩვენ ვისაუბრებთ, ვილაპარაკებთ დღეს აი ამ ინტერვიუზე, რომელიც რატომ არის საინტერესო? ჯერ მაყურებელს უთხრათ, რატომ ვლაპარაკობთ ყველანი ამდენს კონკრეტული პარტიის ლიდერის ინტერვიუს? ხო, ნუ სანამ ინტერვიუზე სანამ ახლა განხილვაზე გადავალთ, მე მაინც იქ თხოვნა იყო მაყურებლების და რედაქციაში წერილი მოვიდა, თუ თქვენს პირად გვერდზე მოვიდა. გვერდზე წერილი მოვიდა და მინდა მაინც რომ მოკლედ ვისაუბრო, ეს არქივი კარგი რამეა საერთოდ, ხო? ჩვენი წარსულიდან რაღაცებს რო ვიხსენებთ და ნუ როგორც ჩანს ინტერესი არის ამასთან დაკავშირებით და ეს უკავშირდება ამ ინტერვიუს, ხო? ეხლა სანამ შინაარსზე ვისაუბრებთ, ამ ტექნოლოგიაზე მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა, ეხლა ბიზნეს ტექნოლოგია როგორია, ხო? ის უტევს ადამიანს შეურაცხყოფის ზღვარზე უტევს, შეიძლება ითქვას. და ამით უნდა თავდაცვის რეჟიმში გადაიყვანოს, რომ მე აი დაგაბრალებ რაღაცას და მე გამოდიდე თავი იმართლე, ხო? აი დაახლოებით ესეთი ტექნიკა აქვს, მინუსებში გადაყავს და მე ის ცოტათი ამოიწევს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მინუსში რჩება, ხო? ისე რა. თავარია რომ აქ სხვარი არ დაარღვიოს, იმიტომ რომ რაც შალვა-შავგულიძესთან დაკავშირებით მოუვიდა, ისეთი ზომიერების დაკარგვა და ისე დოზირება, რომ უკვე პირიქით თავად დაზარავდა მე ვფიქრობ ამ პასაჟით. აი ამან ჩემ ასოციაციებს გეტყვი, პირველად რომ ახსენა პირველ ინტერვიუში, ხო, ეს არჩევნებამდე. ნუ იქ კიდე რაღაც გულზე გამკრა, იმიტომ რომ ადამიანური ურთიერთობა არსებობს, რაღაც ვალდებულებები არსებობს. ეხლა მე საკმაოდ წავით ვაკრიტიკებ, მაგრამ აი ეს ზღვარი წითელი ხაზი მე არ გადამიკვეთია, ხო? უფრო პოლიტიკის ვცდილობ, რომ პოლიტიკის ჩარჩოებში დავტოვო ყველაფერი და პირადში არ გადავიდეს. ის პოლიტიკის ჩარჩოებში გაკრიტიკებთ. ხან გამომდის, ხან არ გამომდის. გუშინ მაგალითად. ხო, მაგრამ იყენებს აი როგორ ფრაზებს, ხო? აი გუშინ გამოიყენა მაგალითად ესეთი ფრაზა, რომ მე მოვახერხე ქართულ ოცნებაში გაწევრიანება 2011 წელს. ანუ მე მოვახერხე. ანუ აი მაყურებელი რომელიც ამას უყურებს, იფიქრებს, რომ მე ესე რომ ვთქვათ, მოვინდომე და რაღაცნაირად ვეცადე, რომ ქართულ ოცნებაში შევსულიყავი და ამიტომ დაიბადა ეს აზრი და ამიტომ დამისვეს კითხვა. მაგენი იყვნენ საერთოდ ოპოზიციაში, როცა ჩემთან მოვიდნენ, რაღაც ამდაგვარი იყო. აი რეალურად რა მოხდა, ხო? რეალურად მოხდა ესე, რომ 7 ოქტომბერი იყო, 7 ოქტომბერი იყო ეს ცნობილ წერილამდე 12 რიცხვის წერილამდე ხდება ყველაფერი, დამიკავშირდა უცნობი და მითხრა რომ ბიძინაევანიშვილი გეძებს. ვიღაც უცნობი. არა, უცნობი ნამდვილი უცნობი გია გაჩეჩილაძე? გეძებს ბიძინაევანიშვილი და ნომერს გთხოვენ შენ ტელეფონის ნომერს, ხო? მე ხა სურათს არ მქონდა ნანახი ბიძინაევანიშვილი, ნუ გაგონილი მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ სამი სურათი არსებობდა, ორი ინტერპრესის გადაღებული და ერთი ვენდომის. მოკლედ ბევრი ვარ გავაგრძელე 8 რიცხვში ხვდები ბიძინაევანიშვილს, მივდივარ პირველად მაშინ ვნახე და მეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ მოკლედ მე გადავწყვიტე პოლიტიკაში შემოსვლა და მე და შენ მინდა დავიწყოთ. ანუ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისაც ის შეხვდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხო? და მითხრა რომ მე 3 თვეა ტელევიზორს უყურებ, ტელევიზორიდან აგარჩიე და მე და შენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი ერთად. აი ესე მოხდა ჩვენი გაცნობა. მე წამაკითხა ეს ცნობილი წერილი, რომელიც 12-ში გამოქვეყნდა, ანუ აინტერესებდა ჩემი აზრი, ანუ მე ეს წერილის შინაარსი ვიცოდი უკვე 8-ში. წამაკითხა, ამ წერილზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა და რაღაც ხო ესე იყო და ანუ ის ფრაზა რომ მე მოვახერხე ესე არ იყო და სხვა შორის მე უარი უთხარი და ბოლოს დაახლოებით 1 თვე მე უარს ვეუბნებოდი, ვეხმარებოდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წინასწარი კონსულტაციები 12 რიცხვამდე მქონდა დათო უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან, ვამზადებდი მათ რომ რაღაც გაუგებროებები არ მოხდარიყო და უანონსებდი რომ მე დაიწყებოდა კონსულტაციები წერილის გამოქვეყნებამდე და ამაში მოგეხმარები, მაგრამ მე პოლიტიკაში არ შემოვდივარ, ხო? და როდესაც ის ამბობს, რომ მე მოვახერხე, სინამდვილეში ის მთხოვდა და ძალიან დაბეჭდებით თხოვდა და საბოლოო ჯამში დამითანხმა, რომ
მაგრამ დამითანხმა რა პირობებზე რომ მე პოლიტიკაში ეხა კი შევიდოდი, მაგრამ როგორც კი ციკლი დასრულდებოდა, მე უნდა გავსულიყავ, იმიტომ რომ მე არა ვარ ბუნებით პოლიტიკოსი, ხო? ჩემთვის ბევრად უფრო ძვირფასია პირადი თავისუფლება, რის სივრცესაც პოლიტიკა არტოვებს. აი ეს იყო ჩვენი შეთანხმება. აი მაშინ რომ ახსენა, პირველად რომ ახსენა, მე ხა დღეს ვინც თხოვდა რომ ეს მომეყოლა ეს ისტორია, როგორ აღმოჩნდი მე ქართულ ოცნებაში, ხო? და ეს არ იყო ჩემი ინიციატივა ნამდვილად და ესე რომ დიდი დაბეჯითებული თხოვნა იყო ბიძინა ივანიშვილის რომ პროცესში მიმეღო მონაწილეობა და თქვენი პოზიცია განაპირობებდა იმას, რომ მისთვის სასურველი მოკავშირე გახდით, ხო? თქვენი პოზიციონირება, იმიტომ რომ ეს ამბობს, რომ არ იყვნენ ეს ადამიანები, არავის ოპონენტები, სააკაშვილის ოპონენტები მაშინ. არა, მე მითხრა, რომ სამი თვეა უყურებ ტელევიზორს და მე შენ აგარჩიე. მე და შენ უყურებდა როგორც თავარი, ვთქვით, ერთ-ერთი თავარი არქივი. სიტყვით გეუბნებით, რაც მითხრა, ხო, ეხა რომ შენ აგარჩი, მე და შენ უნდა დავიწყოთ. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მან ესე რომ ვთქვათ დამიანოსა ტანდემი ჩვენი. სხვა ყველა პარტია და ამ შემდეგ ეს იყო უკვე 12 რიცხვის შემდეგ, მაგრამ ხო, დღესვე მთხოვეს რომ როგორ წამოხვედი ისიც მოვყევი, ეს საინტერესებდათ და ამასაც ძალიან მოკლედ მოვყვები რა. არქივის ამბებია, მე ჩემი წამოსვლის პროცესი ესე და მე თავიდან დიანა გეხსოვება, ნათქვამი მქონდა რომ ციკლი დასრულდება, არჩევნები ჩაივლის და მე უნდა გავიდე. გამიჭირდა გამოსვლა. გამიჭირდა, იმიტომ რომ პოლიტიკაში შესვლა ადვილია, იქიდან გამოსვლა საკმაოდ რთულია და ბიზნეს თხოვნაც იყო, რომ რაღაც პერიოდი მაინც იყავი, რაღაც პრობლემებია დასალაგებელი და ამაში მინდა რომ შემონაწილეობა მიიღო და ნუ აი ესე ჩავრჩი, საკმაოდ სერიოზული მორალური ზიანი მივიღე იმ პერიოდში, ხა დეტალებში არ შევალ. მაგრამ პრობლემა იმაში გახდა რომ მე მან იცოდა რომ მე უნდა გავსულიყავი პოლიტიკაში. არჩევნები 2012 იგულისხმე. 2012 მე ბოლოს უთხარი რომ ამოვწურე მე ჩემი რესურსი და მე გავდივარ უკვე გამოუცხადე ბოლოს და შევწყვიტე მასთან კომუნიკაცია. ამის შემდეგ მირეკავს ურეკი აი იქაც აი ამ ტექნოლოგიით იგივე ფრაზა იხმარა რომ მე ჩავედი წინა ინტერვიუში თუ გახსოვთ იქ თქვა რომ მე ურეკში ჩავედი ანუ თითქოს მე ჩავედი ურეკში და სინამდვილეში იყო ძალიან მარტივად საქმე ხო მე უთხარი რომ მე წავედი ვიყავი თბილისში და ზაზა შათირიშვილს დაარეკინა ჩემთან დიდი თხოვნით რომ მე ჩავსულიყავი ზაზა მე ხვეწა კარგა ხანს, იმიტომ რომ აღარ მინდოდა მე ჩასვლა, ხო? მე დავამთავრე ჩემი ციკლი პოლიტიკური და მინდოდა თავისთვის მიმეხედა. ანუ ძალიან დიდი თხოვნები ჩამიყვანა ურეკში და აი ამის ინტერპრეტაციას ახლა როგორ აძლევს, რომ თითქოს მე ჩავედი ურეკში და რაღაცები ველაპარაკე. ეს არ იყო სინამდვილეში. ჩავედი და მან მოსინჯა კიდევ ერთხელ რომ მე შევენარჩუნებინე. აი ეს იყო ურეკში ჩასვლა. მან შემომთავაზა, ახლა დასამალი არც არის, შემიძლია თქვა პირდაპირ. ეს იყო ნუ ის აკეთებდა ამ პროგნოზს რომ დაიწყებოდა ესე რომ ვთქვათ ჩვენები ცუცქნას დაიწყებდნენ და მითხრა რომ იქნებ ჩამებარებინა მე აუდიტის სამსახური და მეკონტროლებინა ეს კორუფციის თემები საქართველოში და მე მაშინვე მოუჭერი და უთხარი რომ ბიზინა მე ნათქვამი მაქვს რომ მე მივდივარ და მე დავამთავრე. ანუ ეს რომ მე იქიდან ვიღაცამ გამომაგდო რომ რაღაცა მოხდა ის მოხდა ეს ყველაფერი არის მოგონილი. მე იმას არ გამოვრიცხავ რომ თვითონ ბიზინა ავრცელებს ამ ჭორებს რომ თითქოს იმან გამომიშვა ეს არ იყო სინამდვილეში. ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება. თორე ის ბოლო წუთამდე ცდილობდა მე შევენარჩუნებინა. რატომ რატო ყვები ჩემი არგუმენტი რა იყო ეს რაც არის პოლიტიკურად საინტერესო. მე მივხვდი ახლა რომ გინდათ ამის მოყოლა რაღაც შეგეხოთ რაღაც არა, იმიტომ მე ტექნოლოგიაზე ვსაუბრობ, როდესაც ის ამბობს აი ესეთ ეს ინტერპრეტაცია. არა, მაგიტომ არა. ახსნის სურვილი მე სხვებს მინდა აი სხვა მოხსენიებულ ადამიანები დავაწყნარო, იმიტომ რომ ეს არის მისი ტექნოლოგიის თემა. რომ მცირედი ცვლილებებით ხო დაგაკნინოს რაღაცნაირად ესე რომ ვთქვათ ისე ანუ საზოგადოებაში გამოიწვიოს განწყობა რომ ის არის მთავარი და ის არის შემტევი ხო და ამაზე რეაგირება არ არის საჭირო იმიტომ რომ ეს არის წმინდა ტექნოლოგიური თემა მისი მხრიდან ჩემი არგუმენტი მასთან აი ბოლო როდესაც ის მთხოვდა რომ მე დავრჩენილიყავი და არ წავსულიყავი ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის რომ მე ბევრი რამე არ მომწონდა რაც ის აკეთებდა ეს ბაბილონის გოდოლის მშენებლობა ამ მანკიერის სისტემის მშენებლობის პროცესში და ვეუბნებოდი ეს რომელი წელია იქნება ეს არის 2013 წელი მე ვეუბნებოდი რომ ბევრი რამე არ მომწონდა და ასე შემდეგ და მე უთხარი რომ შენ ხო გჯერა რომ რაღაც კარგს აშენებ ხო
ხო და მე ხელს გიშლი, იმიტომ რომ მე ბევრი რამე არ მომწონს, შესაბამისად გიწევ წინააღმდეგობას და ეს შენ ხელს გიშლის და შენ რო კონდეს კომფორტი, რომ რაც შენ გინდა ისა აშენო, ხო? ამიტომ ჯობია, საქმისთვისაც ჯობია რომ მე გვერდზე გავიწიო, ხო? აი ეს იყო ჩემი მოსვლა და ეს იყო ჩემი წასვლა. არანაირი კი ამის შემდეგ რჩებოდა შტაბეჭება რომ თქვენ კონტაქტზე იყავით ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, მე კონტაქტი მქონდა, ეხლა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირის წინ მქონდა ბოლო კომუნიკაცია. ეს არ იყო პირდაპირი კონტაქტი, ხო? წერდით ხოლმე ერთმანეთს. რა თქმა უნდა და ისა რა. მეილით კონტაქტებოდი როგორც მე. წერილობითი კონტაქტი იყო და ეს პასუხებსაც გწერდა? დრო და დრო წყდებოდა, დრო და დრო ისა პასუხებსაც წერდა, როცა ამის ხასიათზე იყო. და ბოლოს შეწყდა იმის გამო რომ რაღაც კვახე პასუხი მივიღე მისგან რაღაცაზე, შეთავაზებაზე და ამის შემდეგ შეწყდა კონტაქტი, მაგრამ ამას გავანებობ თავი. აი ეს კონტაქტი ვის სურვილი იყო რომ რაღაცა თუ ძალიან არ მოგეწონებოდათ, მაშინ იყენებდით ამ საკომუნიკაციო არა, მარტო მაშინ არა. საკმაოდ ფრთხილად ვიქცეოდი სხვა შორის, ვიცოდი რა მისი ხასიათი, რეკომენდაციებს ვაძლევდი, მაგრამ მთელ ესე რომ ვთქვათ, სურათზე არ ველაპარაკებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ამას არ მიიღებდა და ნაბიჯ ვცდილობდი რომ რაღაცა გასწორებულიყო, მაგრამ ყველაფერი წყალში გადაყარა ერთ დღეს, ხო, იმიტომ რომ მაშინვე დავინახე რომ მას დაკარგული ქონდა საერთოდ რეალობის შეგრძნება და ამ მის რეალობის შეგრძნებაზე ალბათ გადავალთ ამ ინტერვიუს განხილვის დროს და მისი ამ რეაქციის შემდეგ მე გამოვაცხადე, არ შენთან ვიყავი თუ იმასთან რა ქვია, არ მახსოვს თქვენ ეთერში ვთქვი პირველად რომ ის აღარ არის ლიდერი. ჩემთან იყო ეს ის აღარ არის ლიდერი, ის არის მხოლოდ ძალის ცენტრი, რომელიც რაღაც და აქ ჩათვალა მან რომ მე წითელი ხაზი გადავკვეთე და ამას მოყვა პირველი ხსენება მისი მხრიდან, ანუ მან ჩათვალა რომ მე დავარღვიე. ხო, მე დავარღვიე თამაშის წესები და შეტევა მაშინ განხორციელდა პირველი. ხო. აი თქვენი დაკნინებით, როგორც თქვენ ხსნით. აი რისი გაკეთება, რისი თქმა უნდა. არაფერი, ალბათ ჩემთვის უნდოდა. აი დაკნინებით, ანუ ერთ ფრაზას ხმარობს. ხო ეხლა რა თქვა მიშას ჯერ სად მოისმინა მიშას ჩემი დიფირამები ხა თვითონ რომ მიშას აფინანსებდა და რო ინახავდა ფაქტიურად იმ ხელისუფლებას მე მაშინ პროკურატურის კარზე ვიყავი მიყენებული და სახელმწიფო გაატრიალებას მტენიდნენ, რასაც ქვია ბოდიში ამ სიტყვისთვის, ხო? და მე მეუბნება ეხა ბიძინა ივანიშვილი, ხო, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც მე ციხის კარზე ვიდექი, ხო, მიშას გამო და მიშას ხელისუფლებისგან, მე მეუბნება ეხა რომ თურმე ჩემი ოპოზიციონერობა ძნელი დასაჯერებელი იყო, დასაჯერებელია დღეის გადმოსახედიდან მისთვის, ხო? ხო, არა, ალბათ ეს სტრატეგია სწორედ, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური სტრატეგია, ოცნების პოლიტიკური სტრატეგია ხომ იმას ამ ორ პოლუსზე დგას, რომ მიშა ცუდია, რომ ყველა ვინც მის ირგვლივ ეს რაღაც რადიაციული ველია და იქ მიკარება არ შეიძლება. და თუ არც ვეკარები, დიანა, ხო, მაგრამ თუ ლაპარაკით მაინც, აი ჩათული რომ რაღაც მიშა კარგსაც აკეთებდა, აი რაღაც ხდებოდა, რაღაც აი რისთვის მაშინ გაბრაზებულია რომ მას აკრიტიკებ და ამიტომ სურს მიგდენოთ იმ პოლისთან რომელიც მისი მთავარი სამიზნეა. ეს არის უმარტივესი ნარატივი, ხო, კლასიკა, ეხა ეს ბიზნეს მოგონილი ხო არ არის, ხო? ეს არის კლასიკა, შენ მტრის ხატს აცხადებ, ვიღაცას, ანუ მტრად აცხადებ, შუას გაკრეფას ახდებ, ვიღაცას აცხადებ მტრად და ვინ შენ გაკრიტიკებს, ყველა არის ესე რომ ვთქვათ, ყველა არის იმასთან, ხო? ანუ მიშას ესეთი მტრისხატად ქონდა რუსეთი და ვინც მიშას აკრიტიკებდა, ყველა იყო რუსეთის აგენტი, ხო? სხვათაშორის გუშინდელ ინტერვიუში ვინც მას აკრიტიკებს, ყველა არის მიშასთან. სააკაშვილი ერთი თქვა რომ შიშარა კაცია, შეიძლება რამდენჯერმე ახსენა, მაგრამ თავარი გაბრაზება იყო მისიანებზე მისგან წასულებზე. რატომ? იმიტომ რომ ის ეხა არის ისევ შუას გაკრეფის პროცესში. მას ყველაზე მე მიშასი კი არ ეშინია, ხო? მან იცის რომ ელექტორალური შანსები მას საარჩევნოდ აღარა აქვს. აუმჩელი მასთან აღარ დაბრუნდება. ერთადერთი არის აი ამ ძალიან გაცვეთილი, ესე რომ ვთქვათ, კარტის გათამაშება საომავლოთაც, რომ ისევ გაკრიფო შუა და ისევ ანტი-მიშას ექსპლუატირება მოახდინოს. ზოგადად ძალიან სათუოა რომ ეს მოხერხდება, მაგრამ ნუ უბრალოდ სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა,
მისთვის განსაკუთრებით სახიფათო არიან ის ადამიანები, რომლებიც არც მიშასთან არიან და არც მასთან არიან. რატო? იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ თეორიული შანსი, რომ ეს ანტიმიშა შეიწოვონ თვითონ, ანუ ანტიმიშა იპოვოს მესამე არჩევანი. მისი სტრატეგია რა არის? ყველა ამ ადამიანს დენის, ასე ვთქვათ, მიდენა ხდება მისი მხრიდან იმპულსთან მის მიერვე აი რადიაციულ ძალად გამოცხადებულ. იქ უნდა აი ბესელიაზეც რომ იქ აი გია ხუხაშვილი სენტიმენტები აქვს, აი უსუფაშვილსაც, აი ყველა სენტიმენტები რევოლუციონერად გამოაცხადა დათო უსუფაშვილი. ხა აი ყველაფრის თქმა შეიძლება დათო უსუფაშვილზე, მაგრამ რევოლუციონერად და რევოლუციური სცენარების ესე რომ ვთქვათ შემქმნელად დათო უსუფაშვილის გამოცხადება, ნუ ეხა ეს კომედიაა უკვე, ხო, ამის სერიოზულად მაგრამ ის რომ მას წართმევს ეს არის მთავარი თუ ფიქრობთ რომ შეიძლება ისიც იყოს აქ რომ არ უნდა რამდენიმე ფრონტზე ომი და ძალების დანაწილება, არამედ ურჩევნია ერთი ფრონტი იყოს და ის იყოს მისი მთავარი ოპონენტი. გასაგები რომ იყოს, ხო, შუა უნდა გაიგოს. რა სჭორაობს ეს კაციო ზოგს რომ დარჩა ასეთი შთაბეჭდილება, ეს ძალიან კარგად ჯდება მის პოლიტიკურ ტექნოლოგიაში, მის სტრატეგიაში. აი რატომ ახსენა ბევრჯერ შალვა შავგულიც. მე მაქვს ესეთი ვერსია რომ სწორედ ის რომ ორი პოლუსია, სწორედ ის რომ ის იქ რადიაცია, იქ მიკარება არ შეიძლება, ევროპული საქართველოს ამ პოლუსის ნაწილად აღიქმება და შალვა შავგულიძემ გაბედა და აი ამ პოლუსიდან ან მასთან ახლოს მოძრავი ასე ვთქვათ აი ამ ადგილიდან პირდაპირ გადავიდა იმ პოლუსში და თქვა რომ არ არის ხალხო რადიაცია აგერ ლამაზად მივედი დავდექი შავგულიძე ხო კიდე დაარღვია ეს არა ორპოლუსიანი არა კი არ დაარღვია ორპოლუსიანი მისთვის ეს გასაგებია ხო ადამიანებს რომ დააბრალოს გასვაროს რეალურად რომლებიც იქ არ არიან და ეხა მე და მიშა ეხა ერთად ხო წარმოუდგენელია, მაგრამ ეხა ენა ზვალი ენა ზვალი არა, გამოვა იტყვის, ხო, ვინც დაუჯერებს, ვინც არა და არ დაუჯერებს, ხო, ის მისი ამოცანაა რომ შუა გაკრიფოს, ყველა შეტენოს, ვინც მასთან არ არის, ყველა მისი მტერია, ანუ ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტია, ხო? ეს არის, მაგრამ შალვა შავგულიძე კიდე სხვა საფრთხეს წარმოადგენს მისთვის, იმიტომ რომ შალვა შავგულიძემ შეიძლება მეორე პოლუსის მანკიერების ნარატივი დაურღვიოს. ანუ მორალური უპირატესობა დააკარგვინოს მეორე პოლუსთან. ანუ მისი მთელი აი ეს ტექნოლოგია რაზეა აგებული, რომ მე შუას გავკრიფავ, აქეთ მე ვიქნები და იქით ის პოლუსი იქნება, მაგრამ მე მაქვს იმასთან რაღაცა მორალური უპირატესობა, რის ხარჯზეც მე იმას მოუგებ. შალვა შავგულიძის იქ წასვლამ, ხო, დაასუსტა მორალური უპირატესობის შანსები. იმიტომ რომ მორალური ავტორიტეტია შალვა შავგულიძე, ხო? და ამიტომ დაჭირდა მას აი ეს აბსოლუტურად სწორედ იმაზე დარტყმა, რაც შავგულიძისთვის ალბათ პლუსია. და მორალურ უპირატესობას რო კარგავს ეს ხო ჩანს, კაცო, ნაციონალური მოძრაობას და რამხელა მორალური უპირატესობა ქონდა ჩვენ, ხო? სად იყო ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად გამქრალი იყო 2013 წელს, ხო? 300,000 კაცზე იყო ამორჩეველი ჩამოსული დიანა. 800,000-ზე აიყვანა ეს ხო ბიძინას დამსახურებაა ხო 800,000 კაცმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას ხმა 2018-ში უკვე აი ეს მოცემულობა შეიგო ამიტომ არის ის პოლიტიკურ დეპრესიაში და გამოსავალს ეძებს ხა და აქეთ იქით დარბის ტექნოლოგიას არწვის და შალვა ეს ყველაფერი მე გავიგე რომ პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია ასეც აღვიქვი როცა ვუსმენდი არა მარტო ჭორაობათ არამედ სტრატეგია რომ ეს ხალხი რომ მაკრიტიკებს აი გია ხუხაშვილზე ნაციაო ვერ იტყვიან მაგრამ რომ მაკრიტიკებს იმ ხალხს ასე ვთქვათ მესიჯად უგზავნის რომ ის შეეკრა იმათ აი ზუსტად ამაში წარსულშიც იყო ამის მე კარგად ვერ გავსაუბრე ალბათ როგორ ჩანს ასეთი ტიპის გზავნილია მაგრამ ყველაზე მეტად რაც ვერ გავიგე ეს არის რატომ გადაიცვა მურუსიძის სიტყვაზე ან ერთ სასამართლოში ყველაზე ოდიოზური გვარების არ მინდა რომ მართლა ერთ კაცზე ჩამოვკიდო მთელი მანკიერება იმ დროინდელი და ზოგადად სასამართლო სისტემის აი რატომ გახდა მისი ადვოკატი აქვს მაგას ახსნა მე მგონი ნუ თავი რო გავანებოთ თან ყველაზე უკაცრავად თან ყველაზე საინტერესო ის არის რომ კი არ აქებს და იცავს მის აწმყოს
არამედ მის წარსულს იცავს. ანუ წარსულში გადავიდა და იქ გადაწყვიტა მისი დაცვა და არადა რაც ლოგიკური მასშტაბი, ხო, ნონსენსია, ალოგიკური, ლოგიკური წინააღმდეგობა შედგება. ეხლა მიშა თვითონ ხო არ დარბოდა ქუჩებში და თავის ხო არ აჭრიდა, კაცო. თუ მიშას ქონდა კონტროლირებადი სასამართლო, თუ გირგვლიანის საქმე იყო რაღაც ორკესტრირებული შეტევის საქმე, მაშინ მურუსიძე იქ იმ საქმეში მართალი როგორ არის, ანუ სულიად გაურკვეველია. სისხლიან 9 წელზე, როდესაც საუბრობს, ხო, ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს ესე რომ ვთქვათ, ახალგაზრდა პოლიტიკური ელიტა თუ არ ვიცი რა დავარქვა, ხო, ეხლა ელიტა ცოტა ხო, მისი პარტიის წევრები საუბრობენ. ისინი რა იგულისხმება ამ სისხლიან 9 წელში, ხო? იგულისხმება ის, რომ მიშა თავისი ინსტრუმენტების მეშვეობით, ანუ ინსტიტუტების მეშვეობით ძალადობდა საზოგადოებაზე, ხო, ეს იგულისხმება. და დღეს გვეუბნება, რომ ინსტიტუტები და განსაკუთრებით მართლმსაჯულების ინსტიტუცია ლაპარაკი, ინსტიტუტი თავისი მრწამსით იღებდა გადაწყვეტილებებს. ნახეთ რა გითხრა გუშინ. მურუსიძემ თავისი მრწამსით იღებდა გადაწყვეტილებებს. ანუ მურუსიძე თავისუფალი იყო როგორც მოსამართლე, მაშინაც მიშას დროს. ეს ჩანერგილი იყო შალვა შავგულიძე. მურუსიძეს უნდოდა იმ ხალხის დასჯა გირგვლიანის მკვლელების, მაგრამ ამ შავგულიძე აქ როგორ გამოდის მაშინ მიშა არ აკონტროლებდა სასამართლოს მაშინ აქამდე მივდივართ ანუ მაშინ აკონტროლებდა მისთვის ყველაზე ძნობიარე საქმეს სწორედ გირგვლიანის საქმე ანუ მისი ლოგიკა არის პარადოქსი შეკადამიანო თუ შენ დღეს მეუბნები რომ მოსამართლე მურუსიძე მაშინ იყო თავისუფალი და პოლიტიკურ დირექტივებს არ იღებდა მაშინ მიშასთან რა პრეტენზიები გაქვს მიშა ხო ამ ინსტრუმენტით მუშაობდა და ამ ინსტრუმენტით ძალადობდა საზოგადოებაზე. უნდა ჩამოყალიბდეს ამიტომ, კაცო. ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა თუ არა და ტექნოლოგიურად ან რა ვიცი პიარულად უფრო გამართული რომ ეთქვა, რომ მე არ შევეხე ამ სისტემას, მე არ ჩავერიე და სისტემამ თავად გადაწყვიტა თავად ეს თქვათ გადაწყვიტა ვინ იყოს მისი სახე მე არ გამიშვია ეს ხალხის სახში მე რაღაც უხეში ქირურგიული ჩარევები არ გამიკეთებია იხარბა გუშინ რატო იმიტომ რომ მისი ამოცანა მარტო მურუსიძის წამოწევა კი არ იყო მისი ამოცანა იყო შავგულიძის დაკნინება და რადგან შავგულიძის თემაც ცხელი იყო და ესეც ხო ააგო ესეთი ლოგიკურად ანუ ლოგიკურ ესე რომ თქვა წინააღმდეგობაში მოსული ვითომ ლოგიკა, იმიტომ რომ ლოგიკა ამაში არ არის და ესე ილაპარაკა. და მას ისი იმედი აქვს, იცით რომ ხალხი არის იდიოტი, ბრიყვებია ყველა, ბრიყვები არიან და აი ამ ლოგიკურ ნონსენს ვერავინ ვერ მიხვდება. ამიტომ ილაპარაკა რა, ვინც ჭამს, ხო ჭამს, თუ არ შეჭამს, და ყველა ეთერში არის საუბრები, განხილვები, თავად შავგულიძემ ახსნა რა მარტივი იყო მისი სტრატეგია, რომ ამით ამ საქმეს სტრასბურგამდე გაუხსნა. იგივე მურუსიძეზე, როდესაც ლაპარაკობს და გამოჩნდნენ ახლა ადამიანები, რომ მურუსიძე, ესე იგი, ლამის ყველაფერი სწორად ბიჭო, სისტემა როგორ მუშაობდა? სისტემა მუშაობდა ძალიან მარტივად. სასამართლო იყო პროკურატურის ქვეშ. მიშა პირდაპირ მოსამართლეს არ ელაპარაკებოდა, ვიღაც თავისი მსახურების მეშვეობით ელაპარაკებოდა მოსამართლე. პროკურატურის ქვეშ იყო, პროკურორი მიდიოდა მოსამართლესთან და ეუბნებოდა, რომ უნდა დადგეს ეს განაჩენი. ეს განაჩენი რომ დადგეს, სამართლებრივად როგორ შემოვიდეს ეს საქმე, რომ სამართლებრივად გაიმართოს, ხო? ანუ დანაშაულის გათეთრება მოხდა. და გათეთრება ესე მოხდა, რომ მივიდნენ მოსამართლესთან შეუკვეთეს განაჩენი, რომ მე ამნისტიის ქვეშ მოხვედი, შეუკვეთეს განაჩენი და მოსამართლესთან ერთად დაჯდა პროკურორი და მოიფიქრა, როგორ შეეკერათ საქმე, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო. სხვათა შორის, პროკურატურის ტაქტიკა ალბათ სწორედ ის იყო, რომ გაესაჩივრებინა დაცვის მხარეს, რომ ჩაკეტილიყო საქმე ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში. დანაშაული შესაბამისად, მურუსიძის დანაშაული ის კი არ არის, რომ მან აი იმ შეკერილი საქმის ფარგლებში უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მურუსიძის დანაშაული არის, რომ პროკურორთან წინასწარ გარიგებაში შევიდა. შესაბამისად, ეხა პოლიტიკური ნება რო იყოს, ხო ეხა რო ამბობენ, რომ ესეა და პოლიტიკური ნების შემთხვევაში სავსებით შეიძლებელია გამოძიების ჩატარება ამ საქმეზე
პროკურორი სასჯელ აღსრულება იყო ამ თემაში ჩართული, ხო? აი ეს ფიგურანტები ხო არა, ვიღაც პროკურორები ხომ მუშაობდნენ ამაზე. სასჯელ აღსრულებაში რო აკეიფებდნენ ამ ხალხს და წინ და უკან დაატარებდნენ, ხო? მათი რეკომენდაცია დაიწერა ამნისტიაში. ყველა რგოლი არ იყო და მართლა მეხსნა რომ ერთ ადამიანზე იყოს მთელი ტვირთი. ყველა უნდა მურუსძის გარდა კიდე ორი მოსამართლე, იმათი გვარებიც, ყოველს გვარები უნდა ვიცოდეთ პოლიტიკური ნების, რადგან ეს არის რეზონანსული საქმე, პოლიტიკური ნების შემთხვევაში პროკურატურა შეიძლება საქმის აღძვრა, ამის გამოძიება და აი ეს ხალხი ყველა ციხეში წავა. მურუსიძე ციხეში წავა და მე სამართლებრივად სწორი გადაწყვეტა ანგელოზი ვიყავი, ამას ვერ იტყვის, ხო? და ბიზნესთან მარტივი კითხვაა, კაცო, თუ მურუსიძე ანგელოზი იყო, ჩინჩალაძე ანგელოზი, ყველა ანგელოზები თუ იყვნენ, მაშინ რას ერჩოდია მიშას? სისტემა თუ თავისუფალი იყო, სამართლიან გადაწყვეტილებებს თუ იღებდა, თუ კანონს არ არღვევდა, როგორც ჩვენ გვეუბნები, ხო? მაშინ რა პრეტენზია გაქვს? იგივე ლოგიკა რომ კანონები იყოს ცუდი და არა. მაშინ მიშაც მაგარია. თქვენ თქვით ახლა რომ კანონი ცუდი ახლა სისულელი. ხო, ამათმა შეცვალეს კანონი. შავგულიძის კონტექსტში მოუწია მურუსიძის გამართლებაო, მაგრამ აი დღეს ესეთ ვიდეო მოვამზადეთ. მივხვდი ივანიშვილს როცა უსმენდი რომ მისი არგუმენტები, ფაქტები, რომელსაც ის ეყრდნობა, რაღაც კვლევები, რომელსაც ეყრდნობა, გავს იმ მესიჯებს, რომელსაც სასამართლო სისტემიდან ადამიანები ეყრდნობიან. პატარა ვიდეოა და გავაგზავნე. მე იმაზე ვისაუბროთ, მურუსიძე რატო ჭირდება, ხო? ეს საინტერესო თემაა. შავგულის დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში და წარმოიდგინეთ, რომ შალვა შავგულიძეს ავიწყდება აპელაციაში შეტანა. რატომღაც აპელაციაში აქვს აპელაციას წერს პროკურატურა. მე მინდა რომ საზოგადოება მას ყურადღება მიაქციოს. პროკურორი შედის აპელაციაში, ბრალდებელი. რომ ეს სასჯელი არის ნაკლი ცოტა ერთ წელი დავუმატოთ, რატომღაც შალვა შავგულიძე ადრე მე ვფიქრობდი რომ მას ეს გამოუცდილობით მოვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასოთ აქვე. დღეს ნაცებით ირჩევა. ეს კაცი იყო ოპოზიცია, ის იყო ქართული ოცნების გუნდის წევრი. მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ჩვეულებრივად თამაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. დაზარალებულს არ ქონდა გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ანუ აპელაციაში არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი და თუ აპელაციაში არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი და შემდგომ კასაციაში ითხოვს ამას დაზარალებული და რო დამერღვია კანონდა ჩამებრუნებინა აპელაციაში აღარ დახვდება. შალვა შავგულიძე, რომელიც იყო ამ საქმის ადვოკატი, ზუსტად ირხახდა წავიდა, ვით სპეციალურად შექმნა კანონები. აგერ გვაქვს კვლევები. იფსოსის კვლევით ჩვენი მოქალაქეების ნდობა სასამართლოსადმი მსგავსია საშუალო ევროპულის 51-52 სხვადასხვა ტიპის სანდობა. ერთი ორგანიზაცია იფსოსი გაგიგია თქვენ ალბათ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მოაწყო კვლევა. ეს მართლა ისეთი ორგანიზაციაა სერიოზული. ეს იფსოსი არის სხვათა შორის ძალიან ისეთი ორგანიზაცია და აი ეს დაკვეთის მიდა დაგიტოვოთ და როდესაც თუ გექნებათ სრული მაინც გადახედეთ. დღეს საქართველოს სასამართლო საერთაშორისო კვლევებით უნახავთ Heritage Foundation ამერიკის ყველაზე ცნობილი ფონდია, ეს არ არის ჩემი გაკეთებული, მსოფლიო ბანკის მიერ მეორე ჩატარებული კვლევა, საუკეთესო 20-ში შედის დამოუკიდებლობის და სხვადასხვა რაც დადებითი მახასიათებლების მხრივ საქართველოს სასამართლო. მე წამოღებული მაქვს უცხოური ორგანიზაციების რეიტინგები სასამართლოში. Heritage Foundation-ი იძახის, რომ 2018 წლის კვლევის თანახმად რეალურად სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო 20-ში არის მე-18 პოზიციაზე. კოშმარია. აი ეს იდენტური მესიჯები რა შეიძლება მივაწეროთ? არაფერი, ეხლა სავარაუდოდ მურუსიძე, ესე რომ ვთქვა, თავს იცავს და გამომდინარე აი ამ ჭარბინდობით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის, მისი საყვარელი ფრაზაა და მიდის და უყვება იმას, ის იმახსოვრებს და მერე ერთდაიგივეს ლაპარაკობენ ორივე, ხო? დღეს სხვათა შორის მაია მწარიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და ის მანიპულირებულია გასაგები ახლა მურუსიძე სხვათა შორის აი ამ Heritage-ის კვლევის რეალობაში რა არის ეს კვლევა. მოდით ეს ფრაგმენტიც მოვისმინოთ და გავაგზავნოთ საუბარი. ზანა ეთერში Heritage Foundation-ის კვლევა მურუსიძემ, რომ 20-ულშია თურმე მოხვედრილი ქართული მართლმსაჯულება. ეს არის ტყუილი.
იმიტომ რომ Heritage Foundation-ი აკეთებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევას. ანუ ეს ინდექსი სხვა რამეა, მართლმსაჯულების კომპონენტი ამ ინდექსში სრულიად სხვა რამეა. არის საშუალო ინდექსი, რომელიც შედარებით მაღალია, მაგრამ ამ ინდექსმაც იკლო უკანასკნელი წლის განმავლობაში სწორედ მართლმსაჯულებაში დრამატული ვარდნის გამო და ეს უწერია თვითონ ამ ორგანიზაციას. ჩვენ მართლმსაჯულების კუთხით ვართ უმეტესწილად არა თავისუფალ ქვეყნების ჩამონათვალში. ორი სიტყვა უნდა იცოდე ინგლისურში, რომ ეს გაიგო, ეს არის mostly and free. რაც ნიშნავს უმეტესწილად არა თავისუფალი ქვეყნები. გუშინ ბატონი ბიძინა გადავიდა იმ მინდორზე, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადასულიყო. ეს არის პრაქტიკულად ჩაიცვა მურუსიძის მანტია და იგივე არგუმენტებს ახმოვანებდა, რასაც მურუსიძე. ეს არის ის მინდორი, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს ხელისუფლება. ანუ ვითომ და სამართლებრივ დავაში შევიდა. ანუ მურუსიძის არგუმენტებით დაიწყო სამართლებრივი დავა ამ ქვეყანაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ იურისტთან შავგულიძესთან. ანუ შავგულიძის ოპონირება სხვისი მონაყოლით ეს თავშივე რომ წარუმატებელი გზა ამდენი უნდა იცოდეს ხელისუფალმა. დიდი ამბავი. ნუ ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მე საერთოდ აი ერთ-ერთმა ტელევიზიამ დღეს დამირეკა კომენტარზე და მე უთხარი რომ მე ჟურნალისტები აღარ უნდა გააგზავნოთ. აი იგივე სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე, ბიძინა ივანიშვილის რატო? აი უკომენტაროთ უნდა დაადო, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი უკვე გასაგებია. სამწუხაროდ დიანა, ყოველთვის ყველაფერი ანუ იმდენჯერ გვაქვს ეს ნანახი აი ესე რომ манипуляციების რაღაც ტექნოლოგიური ძალიან იაფასიანად ხდება ეს ყველაფერი, ხო? აი სალომე ზურაბიშვილის აი ამ გუშინდელ მოძრაობებს კომენტარი ჭირდება, ხო არ ჭირდება? ესევე არ ჭირდება ამ ინტერვიუსაც, ახლა აი ჩვენ ახლა ვზივარ და ვარჩევთ, იმიტომ რომ ამ ადამიანზეა ქვეყნის ბედი დამოკიდებული და ბუნებრივია. ხო, შორის ასეთი მოსაზრებაც მომისმენია, რატომ არჩევთ ამდენს, რატომ ლაპარაკობთ? ის მართველი პარტიის ლიდერია, ქვეყნის რაღაც მიმართულების გამსაზღვრელი, ყველა შტოში თითქმის პრემიერების ბედის გამსაზღვრელიც. გინდა ძალიან ესეთი რაღაცა, აი ჩემი დასკვნა გითხრა, ქვეყანა დღეს საერთოდ არ იმართება. ბიძინა ივანიშვილიც აღარ მართავს. სრული ქაოსია, გააწყვეტილების მიღების პროცესი გაუგებარე თვითონ არიციან ვინ რა გააწყვეტილებას იღებს რა აი რაღაცა აი თვითონ დეპრესიას ამშვაღამეს ნუ დავმარცხებთ მაყურებელს აი მესიჯები რა იყო ამ ინტერვიუში აი რა ხაზი სულ მესიჯები ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ ხაზზე ასევე სხვათა შორის მის ინტერვიუებს ჰქონდა რაღაც ძველ ინტერვიუებს რაღაც სიხალასე ბუნებრიობის ელემენტები ეხლა მეც მომეჩვენა რომ ესეთი გადაჭედილი იყო მესიჯებით და ეს რაღაც აფენტურობა დაკარგული აქვს ბიზნესაც ენატრება ის დრო მაგრამ აღარ არის წავიდა ის დრო მანაც უნდა გაიგოს რომ ის დრო წავიდა მისი დრო წავიდა დამთავრდა უკვე რა რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ აი ამ ინტერვიუზე საუბარს გია ხუხაშვილი და მე. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვსაუბრობთ ინტერვიუზე, რომელიც გუშინ გადაიცა, ეს არის მართველი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ. ბექაზე გამახსენდა ბექა ნაცვლიშვილს. რა საინტერესო რაღაცა უთხრა. მე გამოვემშვიდობეო ბექა ნაცვლიშვილს. უთხარიო რომ შენო პოლიტიკაში შანსი არ გაქვს, იმიტომ რომ შენო წესიერი კაცი ხარო. ანუ იქ კი მიაღოლა რომ ასე წარმოდგენა აქვს მას პოლიტიკაზე, პოლიტიკოსებზე. ხო. მურუსიძეზე ვლაპარაკობდით, მაინც მინდა რომ ის თემა დავხუროთ, ანუ რატომ იხდის ამხელა პოლიტიკურ ფასს კოლექტიურ მურუსიძეში, ხო? მურუსიძეში მისი ნეგატივი რატომ გადმოიზილა? ხო და ეხლა მურუსიძეში ხო არ არის პრობლემა რეალურად, ხო? იქ ეხლა ბევრად უფრო გავლენიანები არიან ჩინჩალაძე და სხვები, ხო? ჩინჩალაძეც ახსენებს, შორის არა აქვს ბევრი საქმე გახდებული. მურუსიძე სიმბოლოდ იქცა თორე შეიძლება ყველაზე ნაკლებს მურუსიძე აშავებს, ხო? გაუწყალეთ ამ კაცს გული, ხო? ხო მე მაინც ვფიქრობ რომ ეს ისეთი ტიპის სისტემა იყო პასუხისმგებლობა ბევრზე ნაწილდება მათ შორის ერთ-ერთი გადაყვანი გვარი შეიძლება იყოს ეს გახდა ამ სისტემური მანკიერების რისი სამართალმემკვიდრეც გახდა ბიძინა ანუ მაშინ დამკვიდრებული აი სისტემური მანკიერების სიმბოლო კოლექტიური მურუსიძე ხო თავის დროზე მე ვთქვი ეს ტერმინი და რაღაცნაირად მე სხვა ინტერპრეტაციებით კარგია რომ დამკვიდრდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ასახავს აი ამ მანკიერებას, რაზეც უარი არ თქვა, რაზე თქვა დღევანდელმა ხელისუფლებამ, დიანა უარი.
აი რომელ მანკიერებაზე, სისტემურ მანკიერებაზე რის გამოც ჩვენ ვებრძოდით იმ რეჟიმს წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ხო? მე მას დამსახურებას არ უკარგავ, მისი ის რო არ ყოფილიყო ჩვენ კიდე დიდხანს მოგვიწევდა ეს ბრძოლა და სად ვიქნებოდით დღეს არავინ არ იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ჩვენ ბევრი წლების განმავლობაში ვებრძოდით და თავი ქონდა გადადებული ყველას ხო და მისგან აი ესეთი აგდებული დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ამიტომ და თუ აქამდე თავს ვიკავებდი ბევრ რამეზე ხო ერთხელაც ითქვის და 10 იმდენს მიიღებს ამის შემდეგ რა მე იმის თქმა მინდა რომ რატომ იხდის კოლექტიურ მრუციზეში ამ ფასს რატო იხდის და მას აღარ აქვს ელექტორატის იმედი 2020 წლისთვის. ეხლა ის არ არის ისეთი მიამიტი, ხო, აი კობახიძისგან განსხვავებით, რომელიც ამ ქვეყანაზე არ არის და თავი ჭკვიანი კი გონია, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ სად არის? ის ხდება, რომ ელექტორატის იმედი მას აღარ უნდა ქონდეს 2020-ში. რომ ნატურალურ ელექტორატს მოიზიდავს და იმ ელექტორატს, რომელმაც რაღაც ენერგია უნდა შექმნას მომავლის რწმენის, ხო? ამიტომ წავიდა რესურსების მონოპოლიზაციის გზით, რა თქმა უნდა, ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ორპოლუსიანობა როგორ უნდა შეინარჩუნოს, როგორ არ უნდა დაუშვას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა, ხო? უნდა აკონტროლოს რესურსები, რომ ემანდ ვინმე სადმე მესამე სხვა მხარეს არ გაიხადოს. რესურსები, ანუ სისტემა, სასამართლო, პროკურატურა. აქ იგულისხმება როგორც აი ადმინისტრაციული რესურსი, აი რაშიც შედის მთელი ეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე ფინანსური ნაკადები. და ფინანსური ნაკადების მიმართულებითაც ნაბიჯები გადაიდგა, ხო იგივე აი TBC-ის გაზარაძის кейსი, ეს არის ის რომ ვინმეს პოლიტიკაში ფულის გადინება არ მოუნდეს. TBC-ის кейსის ერთ-ერთი ამოცანა არის ის რომ ყველა ბიზნესს უთხრეს ამით, ხო? ყველა ბიზნესს უთხრეს რომ ემან სადმე არ გაიხედოთ, თორე აი TBC-ის რაც უშვები და თქვენ კიდე უარეს გიზარდეთ. იმიტომ რომ იქ რაღაც პოლიტიკურ მოძრაობაზე გქონდა ეჭვები? რა? იმიტომ წამოვიწყეს საქმე რომ არა პოლიტიკურ მოძრაობაში კი ნუ იყო რაღაც ეჭვიანობის სცენა იყო აქ აღიარებენ ის ადამიანები რომ ერთ-ერთი ამოცანა იყო ეს რომ დანარჩენი ბიზნესისთვისაც პრევენტულად ეთქვათ რომ გაჩერდით რა სადმე გვერდზე არ გაიხედოთ ხო ეს ერთი და ნუ ადმინისტრაციული რესურსიც გასაგებია მაგრამ ის მიხვდა ერთ მარტივ რაღაცას რაც ადრე არ ხედავდა რომ ამ რესურსების მონოპოლიზაცია და სრული კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ გაქვს კონტროლირებადი მართლმსაჯულება. იმიტომ რომ აი ეს ორი ნაწილი როგორც არ უნდა აკონტროლო, თუ მართლმსაჯულება შენი კონტროლის ქვეშ არის, შეიძლება დაინგრეს. როგორც ფინანსური кейსები, ხო, ანუ სასამართლო ბოლორგოლი სიმართლის დადგენის. და სასამართლოში შეიძლება ადამიანებმა მოახერხონ აი ამ განუკითხაობისგან რასაც ამდენი მუშაობა სჭირდება, ჩამოიშალოს შეიძლება სასამართლოში თუ ის არ არის. მე არ გამოურიცხავ რომ კონკრეტული საქმეებიც არის, რის გამოც მედია არის გახსნილი, მართლა. კი, მაგრამ ხელმისაწვდომია, კრიტიკული აზრი, ამის უფრო მეა, ის თქვა, თანაფარდობა რომ ავიღოთ, უფრო მეტია. აი აქ ამ პრობლემაზეც საუბრობს ის უნდა, ეს პრობლემა არის. პატარა შალვამრაქნას ისტორია მოკლედ რა. ამ ერთმა პატარა შალვამრაქნას მანქანას ვინ არავინ ვერ უპირისპირდება და ინტერნეტ რესურსით შალვა სიმართლის მთქმელი შალვა, ანუ ერთ-ერთი კაცია ამ ქვეყანაში რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს, სხვა ყველა არის პროპაგანდაში და შალვა ერთ-ერთი წესიერი კაცია, კაცო. არა, თვალდამასე არ უთხოვს, მაგრამ თქვა რომ თვითონ მანქანა მოდის და არავინ ვერ აჩერებს მას. შალვა რამიშვილი არდებს თავს პატივცესიერებას. და ერთხელ უთქვამს თვითონ ხო ეხლა მე არ შევაფასებ შალვა რამიშვილს მაგრამ არ უთქვამს ივანიშვილს წესიერიაო რა წესიერიაო არ უთქვამს არა ის ხო სიმართლეს ლაპარაკობს და აბალანსებს ხო ანუ მისი ბიძინა ივანიშვილის გაგებით ის ხო სიმართლეს ლაპარაკობს მე ამიტომ საუბრობ ამაზე რა ანუ მედია კი ბატონო მე არც ვფიქრობ რომ ბიძინას ეს თამაში გამოუვა მაგრამ ის რას გეგმავს მე იმას ვლაპარაკობ გეგმავს ამას ხო მედიაშიც ეცდება კიდე რომ რაღაც კონიუნქტურა შეცვალოს ხო? შეეცდება ამას და იგივე სასამართლო სხვა შორის ამ პრობლემების გადაწყვეტის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული წარსულში, მე არ დავკონკრეტდები, ხო? ცნობილი ეს ჩემიები და რაგვარ ურთმელიძეები და ასე. ნახეთ ხო ეს ისტორია.
სხვა ისტორიიდან არის გირგვლიანის საქმეს უკავშირდება პირველ ინსტანციას. მისი დედა რო ოჯახის წევრი არ იყო, იმას. თამაზ ურთმელიძე რუსთავიორის საქმე. ანუ პირველ ინსტანცია ესეც. აქედან ეს მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ სასამართლო არის ის ინსტრუმენტი, სადაც ეს კონტროლი იქნება ჩაბეტონებული და სიურპრიზები აღარ დახვდება, ხო? ეხლა ვინ უნდა შეუსრულოს სასამართლო სისტემას მასაც ეს თქვათ მისდაუნებურად ექნება პატივისცემის გრძნობა ივანიშვილისადმი, იმიტომ რომ გამოვიდა რომ მხოლოდ ეს კაცი ყველა სხვა აკრიტიკებს და მხოლოდ ეს კაცი იცავს. მარტო მაგიტომ არა კაცო, ეხლა ისე ამბობ აი ზემოდან რაც ჩასწორებ, პარულკა თქვენ ამბობთ უხილავ კავშირს. არა, უხილავს არა. მიღმა რაც არის. უხილავს არა, ზუსტად გეტყვი, ხო ეს არის რა თქმა უნდა შერაზავ, მაგრამ დავამატოთ ისიც რომ კაცო, მიშას დროს ეს მოსამართლეები იყვნენ მონები. პროკურორი მიდიოდა და ეუბნებოდა ეს განაჩენი უნდა და ის გამოქონდა, ხო? ერთადერთი სამართლებრივად მართავდნენ ერთად, ხო? და ახლა და ეხა პარტნიორებად დაждდნენ. ეხა ეუბნებიან უკვე პარტნიორებად დაუჯდნენ დღევანდელ ხელისუფლებას და უკვე ეს კოლექტიური მურუსიძე აღარ არის თანახმა იმაზე, რომ პროკურორის დიქტატის ქვეშ იმუშავა. თვითონ ეგერ ხო ხედავ ბიზნესთან ზის და აზაპირებინებს რაღაცებს და ერთი არგუმენტებით პარტნიორი გახდა უკვე. პარტნიორი ანუ გაიზარდა მას თავისი სტატუსი გაეზარდა და ეხლა უკვე ესე ფიქრობს ეს მოსამართლე კოლექტიური მოსამართლე კონკრეტულზე არ ვამბობ ხო რომ კაცო კი ბატონო მე მზად ვარ რომ შენი პოლიტიკური შეკვეთა შევასრულო ხო და შენთან ალიანსში შემოვიდე ანუ შენი ნაწილი გავხდე მაგრამ ორს რომ შენც გავაკეთებ ჩემთვისაც გავაკეთებ ანუ კორუფციის რისკებია გაზრდილი სასამართლოში ხო მე ამის კონკრეტული კვლევები ჩატარდება რა და როგორ ხდება ეხლა ამ ინსტიტუტში მაგრამ უკვე ამას ხაზარაძე მიანიშნებდა მოსამართლეზე რომელთანაც ჩხარტიშვილის საქმეები გროვდებოდა რაღაც ასეთი აქვს მას ნათქვამი და უბრალოდ ამაზე საუბრის რისკებზე მიანიშნებდა ამაზე საუბარს თავისი დრო აქვს და მოსამართლეებმა ეხლა მართლა თავისუფლად კი არ იგრძნეს თავი რასაც ამბობენ თავი წამოყვეს უბრალოდ მონები აღარ არიან ეხლა რომელ მოსამართლეს სიამოვნებდა რომ დისკუსიებში შედიან დებატებში შედიან და პოლიტიკის წესრიგს ვიღაცა პროკურორი მედიოდა და დირექტივას აძლევდა ეს განაჩენი გამოიტანა მე არ მახსოვს მოსამართლე ან ეთერში ან დებატში ან სოციალურ ქსელში ასე გახსოვთ იმ პერიოდში რომელიმე მოსამართლე არა ესეთი მოსამართლე დებატში ეს საერთოდ ნონსენსია საგიჟეტია დებატში არ მოდა ეთერებში ეს დისკუსიებში ეს რა დისკუსია და რეებს ლაპარაკობენ პოლიტიკურ ოპონირებაში არიან ჩართულები რო აკეთებენ ხო ეს ხო მოსამართლის ელემენტარული სტანდარტია რომ ეგეთ რა მაგრამ ამას თავი გავანებოთ მე უბრალოდ იმედი მოსამართლის სტატუსი ინსტიტუციური თვალსაზრისით გაიზარდა კი არ გათავისუფლდნენ ისინი ანუ თუ ადრე ესე რომ ვთქვათ ელაპარაკებოდნენ მესამე რანგის ჩინოვნიკს და იმის დიქტატის ქვეშ მუშაობდა ეხლა პირდაპირ ბოსებს ელაპარაკებიან ამიტომ ხო მათი ესე რომ ვთქვათ პატივმოყვარეობას რენომე აუმაღლდათ პატივმოყვარეობას გაეზარდათ და უკვე ეგერ ხო ხედავ ეხლა ამაყობს ალბათ მურუსიძე რომ ეგერ ბიზნესმენიშვილი ჩემი სიტყვები და ჩემი ინსტრუქციებით ლაპარაკობსო ამაყობს ალბათ ამით აი ამ უბედურებაში ან შეიძლება ვინც ადგეს მესიჯ ბოქსის ერთს იქაგზავნის მეორეს პარტიაში ამათი ფასი კარგად იცოდა და საერთოდ ყველამ უნდა იცოდეს ბიზნესს უნდა ახსოვდეს ხო რომ ნებისმიერი მანკიერება რაც შენი ხელიდან გამოვა ბუმერანგივით უკან გიბრუნდება ისე როგორც მიშა შეუბრუნდა ეხა სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით ხო და კიდე ხვალდაზე გრა იქნება ჩვენ არ ვიცით ბუმერანგივით ის ჩოდოებმა უწია ესე უწევს ამ ხელისუფლებასაც მურუსიძე ბიზნესმენშოს დაიდოს ფეხი რო დაუწდეს პირიქით ახალს პირდაპირ მივა და ყველაფერს შესთავაზებს ხო სხვათა შორის მათ უფრო აღმოაჩნდათ ეს მგრძნობელობა, ელასტიურობა, არავის არ წაყვნენ საფლავში და რაღაც გადმოეწყნენ ახალ რელსებზე. ის დარტყმა, რომელიც ივანიშვილმა აიღო გუშინდელ ინტერვიუში თავის თავზე ამ ხალხის დაცვით, ამ ხალხს არაუღია არც ერთ ეტაპზე. არც აიღებენ, ისე როგორც მაჟორიტარები არ აიღეს, ეს სიმძიმე მათ არ უტარებიათ. შევარდნაძიდან დაწყებული მაჟორიტარები ყავს პარლამენტში. ეს რა ხალხია, ხო? მოსამართლეები, ანუ სისტემა, ეს რა ხალხია, ანუ სისტემა არის ძალიან მოქნილი, ხო? მას აქვს ადაპტაციის უნარი და გადაწყობის. ის არ არის, ის აპოლიტიკურია,
ცუდი გაგებით, კარგი გაგებით კი არა, აპოლიტიკურია, მას არ აქვს არანაირი ფასეულობები, მისი მთავარი ინსტინქტი არის თვით შენარჩუნება, ხო? თვით გადარჩენა. ამიტომ ის და პარაზიტირებს ერთ პატრონზე, ის პატრონი რო კვდება, ახალ კვებავს ხელს და იმას აჯდება, ხო? ანუ სასამართლომ გაუკეთა ფაქტობრივად ბიძინევანიშვილს შეთავაზება, რომელზეც მას უარის თქმა არ უნდა, ეს კომფორტია. ეხლა მეორე კითხვა ჩდება. კი ბატონო, კი ეს ამოცანა ქონდა გასაგებია, მაგრამ აი ეს მურუსიძე ხო ძალიან ოდიოზური იყო, ამას რატო ჩაეჭიდა ესე და ჩინჩალაძეს, ხო შეეძლო ეხლა სხვები ეპოვა იგივე ფუნქციით, ხო? რა ვერ იპოვიდა სასამართლოში? ნონკონფორმიზმს გავს, რაღაც მეინსტრიმის წინააღმდეგ სვლას გავს მისი მხრიდან, იმიტომ რომ ყველა ამ ადამიანს აკრიტიკებს და უცებ გამოვიდა და თავად იცავს. ამით, ანუ რატო არ იპოვა სხვები, ხო? კითხვა ჩდება, ხო? ჯერ ესეთი, იმიტომ რომ ამათან უკვე აქვს გარკვეული, მე არ გამორჩევ, გარკვეული ვალდებულებებიც აქვს გაჩენილი, ხო? ელემენტარულად კონტექსტი შეიძლება არის ისეთი, რომ ამ ადამიანებს პირის მოღება შეუძლიათ ბევრ რამეზე. რაც წარსულში იყო, ან მომავალში იგეგმება. ეს ერთი და მეორე ის, რომ ამით აჩვენებს სასამართლო კორპუსს, რომ მე ვარ, მე დაგიცავთ. თქვენ შეასრულეთ ჩემი შეკვეთა და მე დაგიცავთ. და ეხლა ეს მოსამართლეებიც დღეს უკეთესად გრძნობენ თან. ამ დაცვით ხომ იმედი და რეპუტაციაც ზიანდება. და იმდენიც აღარ რჩება რომ დაცვად ჩაითვალოს. რომელი რეპუტაცია, რომელიც აღარ არსებობს, შენ გონია რომ ბიზნესის რეპუტაცია კიდე არსებობს. ანუ რაც არის ახლა მურუსიძეზე მეტი. აღარ არსებობს, მურუსიძეზე მეტი კი აქვს. დამსახურებაც აქვს, მე არ მინდა ეს დამსახურება დაუკარგო, მაგრამ ბიზნე ივანიშვილს დღეს ნატურალური მხარდამჭერი აღარ აყავს. აი გუშინდელი ინტერვიუს შედეგად დღეს კომენტარებში ქართული ოცნება რას ლაპარაკობდა? უჭირდათ ამ ლიდერებსაც მაგალითად იმაზე დახმარება, რომ მაგალითად ჩავგულიძე ანტიგმირია იმის ტონის და პირდაპირ პასუხის გაცემა და ინტერვიუს შეფასება რო არ უნდათ, იმიტომ რომ ესმოდათ რომ ვერ გააправებდე ბოდიში ამ სიტყვისთვის ამას ვერაფრით, ხო? ბიძინა პასუხი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის უდიდესი ქველმოქმედი საქართველოს ისტორიაში. ანუ ირიბად პირდაპირ პასუხს არ იძლეოდნენ. მის ქველმოქმედებაზე აკეთებდნენ დღეს მთელი დღე აქცენტებს, აი ჰედლაინებს რო გადახედო, ხო? რატო აკეთებდნენ? იმიტომ რომ თვითონაც უხერხულობა შეექმნათ, ხო? იმიტომ რომ აი იმის, ესე რომ ვთქვათ, აი ყველაფერი თავდაყირა და ეს იყო შავ-თეთრი ფოტოს, აი ნეგატივი იყო. ნეგატივი, ხო? რასაც ჭირდება დაბეჭდვა, სადაც ფერები იცვლება, ანუ შავზე გუშინ ილაპარაკა, შავზე თეთრი და თეთრზე შავი. ფაქტობრივად ყველაფერში ესე ილაპარაკა და ერთ-ერთი სახელმწიფოებრივი, რაც არის მნიშვნელოვანი და ხალხსაც რა აინტერესებს, სახელმწიფოებრივი რამე პოზიტიური თქვა გუშინ, არაფერი არ უთქვამს. აი იჭრობა ჩემზე, იმაზე, ამაზე რაღაცა ერთ-ერთ სერიალებზე თქვა, რომ კი ბატონო სერიალებს. აი მაყურებელს კონტრსერიალ მოწმებთ რო და დრო, რომ აი სერიალებზეც თქვით რამეო, მე ვფიქრობ, რომ მას აქვს ფინანსური რესურსები და რაშიც უნდა იქ წარმართოს ეს მისი ნება, ეს კი, მაგრამ უბრალოდ საუბრობთ იმაზე, რაც შეიძლება ქვეყნის ბედს და მის მომავალს ეხებოდეს. ახალი ფენომენი გაჩნდა ქართულ პოლიტიკაში. აი ხო იყო პროპაგანდა და კონტრპროპაგანდა. ეხა გაჩნდა სერიალები და კონტრსერიალების გადაღებას. ანუ ეს ხო სრული საგიჟეთია, ხო? ეხა ეს ხო კომედიაა უკვე. ეს აღარაფერში აღარ ჯდება და ეს როდესაც კომედიაში გადადის, ხო? პოლიტიკური პროცესი, ეს არის ბოლო ფაზა. ანუ ტერმინალური მდგომარეობა. ანუ გუშინდელი ინტერვიუ და აი დღევანდელი მდგომარეობა ქართული ოცნების ეს არის ტერმინალური მდგომარეობა, რასაც ჭირდება ეხა შესაბამისი გაფორმება. ისე რომ ეს ყველაფერი მოხდეს ძალიან რბილად და წყნარად. ეს მოხდება 2020-ში? 2020-ში მოხდება, მაგრამ ვინმე გაქრება თუ ყველასთვის იქნება, კარგი რა იქნება, რომ ყველასთვის იყოს ადგილი პარლამენტში. კარგი იქნება მულტიპარტიული სისტემა, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ერთპიროვნულ მმართველობას უცილებლად ამ ქვეყანაში მივყავართ ძალაუფლების უზურპაციასთან, ანუ ძალაუფლება რყმის ყველა ხელისუფალს, ხო? ჩვენ სხვა გამოცდილება ვერ მივიღეთ სამწუხაროდ, ხო? დიდი იმედები, დიდი იმედგაცრუებით თავდებოდა. ამიტომ ჩვენ დღეს გვჭირდება ის, რაც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში. მულტიპარტიული პარლამენტი, პოსტსაარჩევნო კოალიცია. იცნობთ რა მას ესეთი კითხვა მაქვს, არ ეზარება ეხლა ამის მოსმენა, თუნდაც ამდენი კრიტიკის, ლანძღვის ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღების ამის. აი ეს ყველა მას ხომ აქვს შვიდი ცხოვრების საშუალება. ის ვეღარ ხედავს გასასვლელს.
მე ვფიქრობ, რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც თუ აქვს ღირსეული გასასვლელი არ გავიდოდა ამ სიტუაციიდან. მაგრამ ის ვეღარ გადის. ის ვერ ხედავს, ანუ ის მისთვის ძალაუფლება გახდა ეხა ნომერ პირველი ამოცანა, პირადი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიას ხედავს ძალაუფლებაში. სხვას ვეღარ ხედავს. თორე მე ვფიქრობ, ამ ვითარებაში ის აუცილებლად გავიდოდა, იმიტომ რომ მას მართლა ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული, ხო, ობიექტურად თქვათ, კაცო. მართლა დიდი ქველმოქმედია, ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ხო? მეც მასთან ბევრი ვალდებულება მაქვს და ეს ბარიერი მიუხედავად იმისა, რომ წვავეთ ვაკრიტიკებ, ხო, ჩემში არსებობს. და მე მისთვის არა. ნუ არსებობს ბარიერი იმის არსებობს, რომ მისი უსაფრთხოება, მისი ჯანმრთელობა და მისი ოჯახი ჩემთვის სულ ერთი არ არის. მე ამ ბარიერზე ვლაპარაკობ, თორე პოლიტიკურად აღარ არსებობს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ის ჩემ ქვეყანას, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა, დღეს აზიანებს, ხო? აზიანებს და უკან ხევს. ეს არ არის სწრაფი უკან დახევა, მაგრამ ნენელა ჭაობში ვიზირებით, ეს არის სრულიად აშკარა, ხო? და თვითონაც აღიარა სხვათა შორის გუშინ. თავის ინტერვიუში რა თქვა? ყველა პრობლემა აღიარა. მან თქვა, რომ გაჭირვებაა დიდი, მან თქვა, რომ კრიმინალურ მდგომარეობაში გვაქვს პრობლემები, მაგრამ ამასთანავე რა თქვა? რომ ჩვენ არ შუაშიარავთ ამასთან. ანუ ბჭო, შეკაი ადამიანო, ხელისუფლებას ჩვენ რისთვის ქირავთ? ქირავთ იმიტომ სამი ამოცანა, კეთილდღეობის საკითხები გადაგვიწყიტოს, ვიყოთ უსაფრთხოების საკითხები გადაგვიწყიტოს და სამართლიანობა დაამკვიდროს, ხო? სამივე პრობლემა აღიარა, მაგრამ თქვა, რომ ჩვენ ამაზე პასუხისმგებლები არა ვართ. ანუ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს თავის ძირითად ფუნქციაზე, ის უკვე არ არსებობს, ხო? ეს ხო ქვეცნობიერიდან ლაპარაკობდა. ის მართლა თulis რომ არ არის პასუხისმგებელი ამაზე. რა, ბახტაძე მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძესთან მე პირადად პრეტენზიები არაფერი არ აქვს, ძალიან ნორმალური ადამიანია ალბათ, ხო? მიუხედავად ამისა, მას აქვს პასუხისმგებლობის განცდა რამეზე? არა აქვს. ივანიშვილის წინაშე, მისი შემრჩევის, მისი დამქირავების. ეს არის მათი პირადი პრობლემა. სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს? ალბათ. ის გრძნობს პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილის წინაშე და ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, მე კიდე საერთო არაფერზე არ ვარ პასუხისმგებელია. ამიტომ გეუბნები, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღება, ქვეყნის ბედის განსაზღვრას აღარ ხდება. არ არსებობს სახელმწიფოებრივი დღესდღეობით ქვეყანაში. არავინ არ იცის, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ამ შვენიერ ნოტაზე დავემშვიდობოთ მაყურებელს, ვიდრე კიდევ უფრო, ეს თქო, ძიმე ველში გადავიყვანთ აი ამ შუაღამეს. ეხლა წავალთ ფეხბურთს უყურებთ. ალბათ ბევრი ფეხბურთს უყურებდა ისედაც, მაგრამ ვინ ჩვენ გვიყურებდა, დიდი მადლობა მას. ნახვამდის ჩვენ მომდევნო 4 შაბათამდე ამ შემადგენლობით დაგემშვიდობთ.